თავი მე-12. ამასობაში ათასობით ხალხი შეიყარა ისე, რომ ერთმანეთს თელავდნენ. პირველად დაიწყო ლაპარაკი თავის მოწაფეების მიმართ. მოერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც პირმოთნეობაა. არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება და იდუმალი, რომელიც არ შეიცნობა. ამიტომ რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ და რაც ყურში იჩურჩულეთ, ოთახებში ერდობანზე გახმაურდება. გეუბნებით თქვენ, ჩემო მეგობრებო, ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს აკლავს და ამის მეტის არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მაგრამ გაჩვენებთ, ვისი უნდა გეშინოდეთ. გეშინოდეთ მისი, ვისაც მოკვლის შემდეგ აქვს ხელმწიფება გეენაში ჩაგდებისა. აჰა გეუბნებით, მისი გეშინოდეთ. ანდა განახუთი ბეღურა 200 ასარი არ აღირს და არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღვთის წინაშე. თქვენს თავზე კი თმებით დათვლილია. ხოდა ნუ გეშინიათ, თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ. ამასაც გეტყვით, ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, კაცის ძეც აღიარებს ღვთის ანგელოზთა წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს ადამიანთა წინაშე, ისიც უარყოფილი იქნება ღვთის ანგელოზთა წინაშე. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება, მაგრამ სულიწმიდის წინააღმდეგ გმობა არ მიეტევება. როცა შეგიყვანენ სინაგოგებში მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იზრუნებთ იმაზე, როგორ ან რა უპასუხოთ, ან რა ილაპარაკოთ, ვინაიდან სულიწმიდა გასწავლით მაშინ, რაც უნდა ილაპარაკოთ. ხალხიდან ვიღაცამ უთხრა მას, მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მემკვიდრეობა. მან კი უთხრა, ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მსაჯულად ან გამყოფად? მათ უთხრა, დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან. ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული და უთხრა მათ იგავი. ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. იფიქრა თავისთვის, რა ვქნა, არაფერი მაბადია, რომ სადმე დავებინაო ჩემი მოსავალი. თქვა, აი რას ვიზამ, ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევკრიბავ მთელ ჩემს ხორბალს და დოვლადს. ვეტყვი ჩემს სულს, სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის. მოისვენე, ჭამე, სვი, მხიარულე, მაგრამ ღმერთმა უთხრა მას, უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და რაც დაიმზადე, ვიღაც დარჩება? ისიც ასევია, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება. უთხრა თავის მოწაფეებს, ამიტომ გეუბნებით თქვენ, ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ, ნურთ თქვენი სხეულისათვის რით შეიმოსოთ, ვინაიდან სული საზრდოზე მეტია და სხეული სამოსელზე. დააკვირდით ყორნებს, ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საწყოები და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს. რომელ თქვენგან შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს წყრთა შემატოს? ხოდა თუ მცირესიც არ შეგიძლიათ, სხვაზე რაღა ზრუნავთ. შეხედეთ შროშანებს, როგორ იზრდებიან. არც შრომობენ, არც ართავენ, მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელი თავისი დიდებით არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუ კი ველის ბალახს, რომელიც დღეს არის ხვალკი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ამგვარად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ მცირედ მორწმუნენო. თქვენც ნუ ეძებთ რა ჭამოთ და რა სვათ და ნუ შფოთავთ. ვინაიდან ყოველივე ამას ეძიებს ამ წუთის სოფლის ყველა ხალხი. თქვენმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ესენი. არამედ ეძიეთ ღვთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ. ნუ გეშინია მცირე სამწყსო, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ მოისურვა თქვენთვის სასუფევლის მოცემა. გაყიდეთ ქონება თქვენი და გაეცით მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულეველი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ დააზიანებს, ვინაიდან სადაც თქვენი საუნჯეა, თქვენი გულიც იქ იქნება. იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და სასანთლენი თქვენი ანთებულნი. თქვენ კი იყავით მსგავსნი იმ ადამიანებისა, რომლებიც ელიან თავიანთი ბატონის დაბრუნებას ქორწილიდან, რომ როცა მოვა და დააკაკუნებს, იმ წამსვე გაუღონ. ნეტარ არიან ის მონები, რომლებსაც შინ დაბრუნებული ბატონი ფხიზლებს ნახავს. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ის შემოირტყამს სარტყელს და დასხამს მათ, მივა და მოემსახურება. თუ მეორე ან მესამე გუშაგობისას მოვა და ასე ნახავს, ნეტარ არიან ის მონები. ეს კი იცოდეთ,
სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მივა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის ძირგამოთხრას არ დაანებებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე. პეტრემ უთხრა მას: უფალო, ამიგავს ჩვენ გვეუბნებით უყველას. უფალმა უთხრა: ვინ არის ერთგული და გონიერი გამგებელი, რომელსაც დააყენებს ბატონი თავის მსახურებზე, რათა დროულად მისცეს მათ ულუფა? ნეტარია მონა, რომლის ბატონი მოვა და ამის მოქმედს ნახავს მას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დააყენებს მას. ხოლო თუ ეს მონა თავის გუნებაში იტყვის, აგვიანებს ჩემი ბატონი მოსვლასო და დაიწყებს მსახურებისა და მხევლების ცემას, ჭამას მას და ლოთობას. მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის და იმ ჟამს, როდესაც არ იცის, შუაზე გაჰყვեց მას და ურწმუნოებთან დაუდებს წილს. ხოლო მონა, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ მოამზადა, ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგრად იცემება. ხოლო რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ ცემა დაიმსახურა, ნაკლებად იცემება. ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ. დედამიწაზე ცეცხლის მოსატანად მოვედი და როგორ მინდა რომ უკვეენთოს. ნაცლობით უნდა მოვინაცლო და როგორ შეჭირვებული ვარ, ვიდრე ეს აღსრულდება. გონია თვითონ დედამიწაზე მშვიდობის მოსაფენად მოვედი? არა, გეუბნებით თქვენ გასაყოფად, ვინაიდან ამიერიდან 5 გაიყოფიან ერთ სახლში, 3 ორის წინააღმდეგ და 2 3-ის წინააღმდეგ. მამა იქნება ძის წინააღმდეგ და ძე მამის წინააღმდეგ. დედა ასულისა და ასული დედის წინააღმდეგ. ხალხსაც უთხრა: როდესაც დასავლეთით ამომავალ ღრუბელს დაინახავთ, ამბობთ იმ წამსვე, წვიმა მოვაო და ასეც ხდება. ხოლო როდესაც სამხრეთის ქარი უბერავს, ამბობთ სიცხე იქნებაო და ხდება. თვალთ მაგცნო, ცისა და მიწისპირის გამოცნობა შეგიძლიათ, ეს ჟამი კი როგორ ვერ გამოგიცვნიათ? თავად რატომ არ განსჭით, რა არის სამართლიანი? როცა შენ მოდავესთან ერთად მთავართან მიდიხარ, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მან არ მიგიყვანოს მოსამართლესთან, მოსამართლემ არ მიქცეს ბოქაულს და ბოქაულმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში. გეუბნები იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ გროშს არ გადაიხდი.